მოგესალმებით ხალხო, ახლა შევხვდა ესეთი ვიდეო გოლი TikTok-ზე, სადაც ერთი ქალბატონი ამბობს რას. ანუ კითხვა დაუსვა ვიღაცამ ქართველებსო რატო არ ღებულებო სამუშაოზე. Trailerzეა საუბარი ევროპაში. ეს ხალი მიზეზად ამბობს რას. ქართველებიო არიანო გადამგდებებიო. ანუ შეგვიდებიან ჩამოვალთო, მაგრამ აღარ ჩამოდიანო. და ამიტომ როცა მე მაქვს იმედი რომ ჩამოვლინო, მე ჩემი ანგარიში მაქვს, ეგია და რომ ველოდები არ მოდიენო. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ხალხო. მე პასუხიც მივწერე იმ ქალბატონს, რომ მოთხარი ყველას ერთ ქვაბში უჩაყრება მოთხარი. აუკლაო რეალობა ასეთი არისო. ძალიან ბევრმა გამიკეთა ასე თითქმის ყველამ. შეგვიდებიან ჩამოვალთო და მე აღარ ჩამოდიანო. ახლა მე თუ ვნახე ეს როლიკი, იქ წარმოგიდგენიათ რამდენი ნახავდა კიდო და ის პოტენციური დამსაქმებლები, ვისთანაც ჩვენ შეიძლება დავაპიროთ მერე მუშაობის დაწყება. და ახლა თქვენ წარმოგიდგენთ იმათი პოზიცია და შეიძლება საერთოდ ჩვენი გაგონებაც აღარ მეინდობონ ევროპაში. და ამიტომ გეუბნებით ბიჭებო, თუ შეპირდით უნდა შეასრულოთ. ვიცი, რაშიდაცაა პრობლემა ქართველი მცხოვრების აქილევსის ქუსლი არის ის, რომ ტახოგრაფთან ძალიან უჭირთ. ძალიან უჭირთ. აი, კატასტროფაა ამ სიტუაციაში. და თქვენ მამაცხონებულებო, თუ არ შეგიძლიათ, ჯერ ასპირდებით. და სხვა სათო უფუჭებთ სახელს თქვენი უცოდინრობით, თქვენი უპასუხისმგებლობით და თქვენი დარმაედობით. რუსებს აქვს ერთი კაი გამოთქმა. Не можешь срать, не мучаешь жопу. გამიგეთ? და თუ შევიდი, კეთილინებე და წადი, ჩადი. არა, მაგის ბავშვ ასე რომ ყველა ერთნაირი არაა, მაგრამ აი მე იმ კატეგორიას მიმართა, ვინც ამნაირს აკეთებს. ჯერ გეიკითხე, სად მიდიხარ, რა გელოდება. და რო ჩახვალ და თუ უშავ ის პირობები არ იქნა, მე მოთხოვე პასუხი და შენ ჯერ არ ჩასულხარ. და უკვე გადაგდებული ხავს. ან ბოლო-ბოლო პასუხის ღირსი მაინც ჩათვალე, რომ არ მოვდივარ, ვერ წამოვალ. მიზეზი მაინც რაღაცა უხსენეთ, იმნაირი, რომ ადამიანმა ასე არ იფიქროს, რომ ქართველები არიან უპასუხისმგებლოები. აი ესაა, ბიჭებო. აქ მე ვამბობ რა იცი, ერთი პროსტო მითქვიეთ რამე. ის ქართველი მძღოლი, რომელიც მიჩვეულია რუსეთზე, ყაზახეთზე მუშაობას, ევროპაში ვერ შეძლებს რა, მოუჭირდება. ვიდრე იქ სხვანაირად იმასაა მიჩვეული იქინა რუსები ტახოგრაფს ვითომ თხოვლობენ, მაგრამ 500 რუბლი, 1000 რუბლი უნდა აჩუქოსებს, რომ ადიან იმნაირები საერთოდ ტახოგრაფიც არ აქვთ, ჩიპიც არ აქვთ. ესა ქართული თავმიცემულობა რა. თუთაშხიაში ხო გაქვთ მოსვენილი, რო ეუბნება, შენი ოჯახის გარეთო, შენი ოჯახის დესპანი ხარო, შენი ქვეყნის გარეთო, შენი ქვეყნის დესპანია. ეს რაზეა ნათქვამი, რომ შენ ქვეყანას არ უნდა გაუფუჭოს სახელი. აი ასეა ბიჭებო რა. ბოდიში სიმართლისათვის.